ხელში გავრცელებული არის ძალიან ბევრი მავნებლები და ძალიან ბევრი დაავადებები. დაავადებიდან გამოუყოფდი სოკოვან დაავადებებს, გამოუყოფდი ასევე ნაცარს, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბოლო 2-3 წელია თხილის კულტურაში მასიურად ფიქსირდება და ვითარდება, ვრცელდება. ეს გამოწვეული არის კლიმატური პირობებით, გამოწვეული არის იმით, რომ როდესაც წვიმიანი და მზიანი ამინდები ერთმანეთს ენაცვლება, სწორედ მაშინ ხდება ნაცრის გავრცელება. იმისათვის, რომ ნაცრის გავრცელება შევამციროთ, აუცილებელი არის პირველი სახის ღონისძიება მოვაშოროთ თხილს ამონაყარი, იმიტომ რომ სწორედ ამონაყარიდან ვრცელდება, ჯერ ამონაყარს უსვება და შემდეგ მთლიანად თელ სცენარე შეიძლება მოვიდოს. ამისათვის აუცილებელი არის ამონაყართან ბრძოლა მექანიკურად და ქიმიკატების გამოყენებით, ხოლო რაც შეეხება ქიმიურ ბრძოლას, უნდა გამოვიყენოთ კონტაქტური ჰერბიციდები, მაგალითად როგორიც არის რივეტი, ანუ მოხდება კონტაქტური ჰერბიციდის გამოყენება და მოხდება ამონაყრის წამლობა რივეტის გამოყენებით. თვითონ რაც შეეხება ნაცარს, ნაცრის საწინააღმდეგოდ გამოიყენება ფუნგიციდები და ჩვენ ფერმერებს ვაძლევთ რეკომენდაციას იმ პრეპარატებს, რომლებიც ძალიან კარგ შედეგს აჩვენებენ. დღეს ჩვენ გამოვიყენებთ ტალენდოს, ნაცრის საწინააღმდეგოდ და ასევე ხსნარში მოხდება შერევა კოსაიდის და შევებრძოლებით როგორც ნაცარს, ასევე სხვა პერიოდში გავრცელებულ სოკოვან დაავადებას. თუ თხილში გავრცელებული არის სოკოვანი დაავადებებიც, პრეპარატები, ნაცრის საწინააღმდეგო პრეპარატები თავსებადი არის ფუნგიციდებთან და შესაძლებელია ერთი წამლობით ჩვენ ვებრძოლოთ 2-3 დაავადებას და ასევე შეიძლება ვებრძოლოთ კიდევ მავნებლებს. ძირითადი პრობლემა რაც ჩვენს თხილში არის, ეს არის ჭარბიტენი და ჩვენი თხილის მოსავლის ხარისხი ფუჭდება სწორედ ამ არასწორი შეგროვებით და ჭარბიტენით. იმისათვის რომ ეს პროცესები თავიდან ავიცილოთ, აუცილებელი არის ვებრძოლოთ სარეველებს მექანიკურად და ასევე სხვადასხვა ქიმიკატების გამოყენებით. მექანიკურ ბრძოლაში იგულისხმება, რომ ბალახის მოთიბვა სხვადასხვა ცელის საშუალებით, ასევე მანქანის საშუალებით